ბიძინა ივანიშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში არ გამოჩენილა. დღეს არის პირველი დღე, როდესაც მოწმეების დაკითხვა დაიწყო და ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში არ მოსულა. არა და სწორედ ის არის მომჩივანი. ის თulis რომ ბაჩიაშვილმა ის დააზარალა და სწორედ ამიტომ საინტერესო იქნება სწორედ მისი განცხადება, პოზიცია და კითხვებზე პასუხის მოსმენა, რატომ თulis რომ ის დააზარალა და როგორც უკვე აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილმა მას მხილების სერია დაუანონსა, რადგან თulis რომ ახლა ბაჩიაშვილი თulis რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი საქმე, რომელიც არის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან რეალური საფუძველი არ არსებობს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. ამ წუთებში მესამე მოწმე იკითხება, დღეს გამოიკითხა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა იმ პროცესებზე, იმ საუბრებზე, რომლის შემსწრეც 2015 და 2016 წლებში თავად არ ყოფილა, როგორ შედგა გარიგება ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის და თვითონვე დაადასტურა სასამართლოზე, რომ ამის შესახებ იცის მხოლოდ სისხლის სამართლის საქმიდან და იმ მონაყოლიდან გამომდინარე, რაც ივანიშვილმა მას მოუთხრო. ბაჩიაშვილის ყველა კითხვაზე, რომელსაც დღეს ის საქალაქო სასამართლოში სვამდა, პროკურორი აცილებას უკეთებდა და თვლიდა, რომ ამ კითხვაზე მოწმეს, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში გამოაგზავნა, მას პასუხი არ უნდა გაეცა. ივანიშვილის წარმომადგენელი აგრძელებს ივანიშვილის ტყუილებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არ ყოფილა პოლიტიკური მდგენელი. როდესაც პოლიტიკური აბსოლუტური ძალაუფლების პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას, ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც არ ასრულებს მის პოლიტიკურ დავალებებს და ეწინააღმდება მის პოლიტიკურ თვისწესრიგს, ეს არის პოლიტიკური მიზნით და პოლიტიკური ძალაუფლებით განხორციელებული ადამიანის დევნა. დღეს არის მეორე დღე ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის, რომელშიც მონაწილეობენ ისევ და ისევ მხოლოდ ივანიშვილის წარმომადგენლები და მე. შესაბამისად დღეს დავუსვათ ძალიან საინტერესო კითხვებს და ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას შეიტყობს მაყურებელი, როდესაც დამნაშავეებს ყავთ ადამიანი გატაცებული და ისინი აგზავნენ მორიგების წერილს, ეს არის გამოზალვის წერილი. მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე, აქ ამ ქვეყანაში ჩაგედილი, მაქვს დაყადაღებული ყველაფერი და მემუქრებიან სასჯელით. შესაბამისად ეს არის ჩვეულებრივი გატაცება და მუხარა გამოძალვის მიზნით. სასამართლოს გამოსდაიკითხება სამი მოწმე, მათ შორის დაიკითხება დაზარალების წარმომადგენელი, რომლის ჩვენებაში ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოძიების პროცესში, როდესაც იქნა დამკითხული, რა თქმა უნდა, ძალიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას. აქედან გამომდინარე, გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მისი ჩვენება იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, არსებობს ყველა დაიკითხება საერთო წესების დაწესების მტკიცებულება, რომელიც არის დოკუმენტური სახით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რომ ამ დოკუმენტებს ვერანაირად სხვაგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ერთ-ერთ მხარეს ვერ ექნება. ამ დოკუმენტებზე ყველა არსებითი ხასიათის მოქმედება ურთიერთობა არის ასახული და უკავშირდება ამ ქმედების და ამ ურთიერთობის ავტორს და სწორედ თავისთავად მრავლდებულს უკავშირდება. რაც შეეხება თეორიულად პოლიტიკურ მდგენელს და ასე შემდეგ, ამ ტერმინს გარკვეული ასე ვთქვათ სამართლებრივი დაჯერება თეორიულად შეიძლება ქონდეს, რასაც აქვს თავისი ნიშნები და ჩვენ არასოდეს საზოგადოებას არსებობენ გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკური აქტივობების შესახებ, მანამდე სანამ ისე ვთქვათ მას მივართ სამართლებრივი დევნა არ დაიწყო. ბაჩიაშვილის საქმეზე მომდევნო პროცესი 5 დღეში გაიმართება და სავარაუდოდ გაგრძელდება მოწმეების გამოკითხვით და საინტერესო ამ მომდევნო დღეებში თუ მოვა ივანიშვილი საქალაქო სასამართლოში და უპასუხობს მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ დასმულ კითხვებს.